მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. Sakhmendilas ethers მხოლოდ ქართულის რუბრიკით ვაგრძელებთ, რომლის ფარგლებშიც იურიდიულ კომპანიაზე OKNCG-ზე გიყვებით, რომელიც იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს აერთიანებს. მარია მიზორია მოგყვება კომპანიის 27 წლიანი ისტორიაზე. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ნინი მივესალმები საქმენიდილას მაყურებელს. კომპანიის უკან, როგორც ახსენე, 27 წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი დგას, რომელმაც თავისი კომპანია სწავლის დასრულებისთანავე დააფუძნა და მას შემდეგ მოთხოვნების გათვალისწინებით სერვისებიც განვითარდა. OKNCG-ს არაერთი სიახლე აქვს, მათ შორის ახალი სამუშაო სივრცე, რომელმაც მომსახურების პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახადა. ამასთან იურიდიულმა კომპანიამ დანერგა ციფრული პლატფორმაც, რომლის დახმარებითაც დღეს OKNCG-ში ფურცელს ფაქტობრივად აღარ იყენებენ. კომპანიის დამფუძნებელს OKNCG-s მთავარ წარმატებად გუნდი ესახება, რომელიც ახალგაზრდა იურისტებით არის დაკომპლექტებული. უფრო ვრცლად OKNCG-ზე უკვე სიუჟეტში გიყვებით, რამდენიმე წუთში კი კომპანიის დამფუძნებელსაც უმასპინძლებთ. ჩვენი საადვოკატო კომპანიის, ესე ვთქვათ, დასაწყისი დაკავშირებულია ჩემს საადვოკატო საქმიანობის დასაწყისთან. მე იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, რომელმაც თავიდანვე იცოდნენ ზუსტად რა უნდა ეკეთებინათ ცხოვრებაში, როგორც კი დავასრულე სასწავლებელი, გადავწყვიტე რომ დამეფუძნებინა იურიდიული კომპანია. დღემდე 27 წელია, რაც პრაქტიკაში ვარ. ქვეყანაშიც დავიდადებითი რამ მოხდა. პარალელურად ჩვენც განვავითარეთ სერვისები, გამრავდა ის სფეროები, რასაც ჩვენ ესე ვთქვათ ვემსახურებით. ძირითადი მომსახურების სფერო მაინც მოიცავს სამოქალაქო სამართალს, რაც შაშიც შედის და სპეციალიზირებულები ვართ საბანკო სამართლის მიმართულებით, სადაზღვევო დავების მიმართულებით, და მასთან დაკავშირებული დავები ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ჩვენი სამშენებლო სამართალი. გამოვყოფთ ასევე კორპორატიულ, ესე ვთქვათ, კომერციულ და კორპორატიულ დავებს, საგადასახადო მიმართულებით გვაქვს კიდევ უამრავი საქმე. ასევე დიდი რაოდენობაა ჩვენთან, ესე ვთქვათ, საცალო მომსახურება იმ პირების, ადამიანების, რომელთაც ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ყოფითი დავები აწუხებთ. სერვისების მიმართულებით გუნდში არის ორი მიმართულება. ერთი მიმართულება ემსახურება არასასამართლო სერვისებს უწევთ მათი მეშვეობით და მეორე, რომელიც პირები, რომლებიც ემსახურებიან სასამართლოში დავებს აწარმოებენ. გამოვყავით ცალკე საკონსულტაციო მიმართულება და საკონსულტაციო ჯგუფში მომმართველი პირი გადის ჯერ იმ ეტაპებს, კონსულტაციის ეტაპებს და მას შემდეგ რაც წარმატებით დასრულდება მათთან, ესე ვთქვათ, და ჩათვლის საკონსულტაციო ჯგუფი, რომ შესაძლებელია ამ საქმის, ესე ვთქვათ, უკვე წარმოებაში გადაცემა, მაშინ გადაეცემა მეორე გუნდს, რომელიც უკვე სასამართლოში აწარმოებს ამ საქმეს. ჩამოყალიბდა ერთგვარ მიმართულებად, რომ მუდმივად ახალგაზრდა კადრებით მოხდეს, ესე ვთქვათ, განახლება და გაზრდა გუნდის წევრების. ისინი არიან ნოვატორები, ინფორმაციებით სავსეები, ენთუზიაზმით. მე როგორც ესე ვთქვათ, ხელმძღვანელს მაძლევენ სტიმულს, რომ სულ ვიყო მათსავით, ესე ვთქვათ, მოტივირებული, მათსავით ენერგიულად. გვარი შეჯიბრი გვაქვს ჩემ გუნდსა და მე, რომ მუდმივად შევეჯიბროთ ჩვენი კლიენტების უფრო კარგ და მაღალხარისხიან მომსახურებაში. შევიცვალეთ სამუშაო ოფისი, გავფართოვეთ უფრო კომფორტული, უფრო მოხერხებული გახდა ის, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის.
ასე ჩვენი კლიენტებისათვის გააჩნია მოსაცდელი, მოსარწმუნებელი სივრცეები, ასევე სამუშაო და ინდივიდუალური შეხვედრებისათვის გამოყოფილი სივრცეები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახლა უკვე ამ სიახლით უფრო მაღალი სტანდარტით შევძლებთ სამუშაო სივრცის გათვალისწინებით ჩვენი კლიენტებისათვის იმ სანდო და კეთის ინდუსტრიულ მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევას. და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ ამაზე ფიქრი, რომ დაგვეწერა პორტალი, რომელიც რაც წარმოადგენს ელექტრონულ საქმეთა წარმოების ჩვენს, ესე ვთქვათ, შიდა პროექტს, ეს საშუალებას გვაძლევს ერთის მხრივ, რომ თანამშრომლებმა იმუშაონ ხშირად დისტანციური ფორმით და მათ არ იმუშაონ კვირაში 5 სამუშაო დღე. პლატფორმაში ჩაშენებულია ჩვენი კლიენტების მონაცემები, პირადი მონაცემები, მათ შორის მათთან ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები და ესე ვთქვათ, რაიმე დამატებითი ბეჭდის ან სხვა ის გარეშე შეგვიძლია ინფორმაციები მივაწოდოთ, გაუზიაროთ იმთავითვე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ოფისში ავკრძალეთ, ესე ვთქვათ, ფურცელთან ურთიერთობა. ჩვენ აღარ გვაქვს, ესე ვთქვათ, სათავსო კარადები და საქმეებს აღარ ვინახავთ ფურცლის სახით. ის არის ელექტრონულად ამ პორტალზე, რაც იმის საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს, რომ მთელი ოფისი გქონდეთ, ესე ვთქვათ, კომპიუტერში, იქ სადაც იქნებიან და საიდანაც იმუშავებენ. იცით, რომ ჩვენ ცხოვრებაში აგრესიულად შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ არ ჩამორჩეთ სიახლეებს, ჩვენი კომპანიის მეშეძენილი იქნა დომეინი AI-Low-RG. ამიტომ ჩვენი გუნდი ფიქრობთ და მუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევქმნით პლატფორმას, ეს იქნება აპლიკაცია. მას შეიძლება გარკვეული სერვისები გაუწიოს ჩვენს კლიენტებს. ეს არ იქნება მხოლოდ, ესე ვთქვათ, პასუხები, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა გასცა ამ პასუხებზე. ეს პასუხები და მისი, ესე ვთქვათ, გონიერება იქნება აუცილებლად გადამოწმებული ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ და მხოლოდ ისე შეძლებს ეს პროგრამა მუშაობას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენთან ერთად არის ოთარ კაჭკაჭაშვილი, OKNCG-ის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონო ოთარ, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მე მინდა ვიდრე გადავიდოდეთ სასაუბრო თემაზე, BMG-ს გადავუხადო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ისაგაძეს, მთლიანად გუნდს, რაც ესე ვთქვათ, თქვენი ტელევიზია, თქვენი საშუალებები აკეთებს ბიზნესისთვის, ქართული ბიზნესისთვის. ეს არის ფასდაუდებელი, რომ არა თქვენ არავის არ ეცოდინებოდა ბევრი ქართული კომპანიის შესახებ. მადლობა და პირიქით, მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის, ბატონო ოთარ. ჩვენ ვისაუბრეთ ოფისზე, რაც არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ხომ? გაფართოვდით, გარემო უფრო კომფორტული გახდა და აქედან გამომდინარე სიახლებიც დაინერგა, მათ შორის გულისხმობ პრაქტიკული სასწავლო ცენტრის იდეას, ამის შესახებ ვისაუბროთ, რა პროექტია ეს, როდიდან ჩაეშვება და რატომ გაჩნდა ამის იდეა? კი ბატონო, განვითარება მოიტანა ის, რომ ერთის მხრივ შეგვეცვალა გაგვეფართოვებინა სამუშაო ოფისის სივრცე. ასევე როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენთან ეს კარგი სიახლე, როცა ელექტრონული პორტალის შექმნის იდეა წარმოგვიშვა და განვახორციელეთ. რაც შეეხება პრაქტიკული სასწავლო ცენტრის შექმნას, ძალიან ხშირად ხვდებით ბაზარზე, სადაც არის უამრავი ტრენინგ ცენტრი, სადაც თეორიული სწავლების, ესე ვთქვათ, ეტაპები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ იურიდიული შრომითი ბაზრისთვის ასეთი ტრენინგ ცენტრები ვერ აპასუხობენ გამოწვევას და ვერ გადაამზადებენ, ესე ვთქვათ, სტარტაპერებს ამ ბიზნესში, მომავალ ადვოკატებს, მომავალ იურისტებს, რომელთაც უნდათ რომ შრომით ბაზარზე შევიდნენ და დამსაქმებლის, ესე ვთქვათ, მოთხოვნებს უპასუხონ. მე ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანი ამ გამოწვევას ვერ პასუხობს, ამიტომ თუ ჩვენ ამ იდეას ისე განვახორციელებთ, როგორც ის ჩანაფიქრში გვაქვს, ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი ის ადგილი, საიდანაც შეეძლებათ უნივერსიტეტ დამთავრებულებს, ჩვენს მომავალ კოლეგებს სწორი სტარტი აიღონ თავიანთ
ეს იქნება იურიდიული საქმიანობაში, საადვოკატო თუ ასე შემდეგ და ისინი მომზადებულები შეხვდნენ დასაქმების ბაზარს. ეს არის ჩვენი იდეა და მიზანი. და რაც თავარია, ბუნებრივია წარმატებული მსმენელები, ვინც აი ამ მონაწილეობას მიიღებს ჩვენს პროექტებში, მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. კი ბატონო, დაახლოებით როდიდან იგეგმება ამ პროექტის ჩაშობა და მოხდება თქვენივე რესურსით, ხო, კომპანიის რესურსით სრულად? დიახ, კომპანიას აქვს იმის რესურსი პრაქტიკოსი იურისტების, რომლებიც გაუძღვებიან ამ პრაქტიკულ კურსს და შეასწავლიან. ბუნებრივია, მეც ვიქნები ჩართული ამ პროექტში. ოფისი უკვე გვიწყობს ხელს იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი ბევრი ადამიანი მივიღოთ და ჩავატაროთ სასწავლო პროცესები, ისე რომ სამუშაო პროცესებს არ შეუშალოს ამან ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი დავიწყოთ მომავალი წლიდან, უკვე გავაკეთებთ შესაბამის განაცხადებს და გავაკეთებთ შესაბამის ინფორმაციის გავავრცელებთ და დავეროდებით ახალ მსმენელებს და სტარტაპერებს, ესე ვთქვათ, ამ ბიზნესში. ბატონო, რამდენად ელოდებით მოთხოვნას და მათ შორის რამდენად არის გამოწვევა დღეს ეს? თქვენ ახსენეთ, რომ არის ძალიან ბევრი ტრეინინგ ცენტრი, რომლებიც ვერ პასუხობენ იმ საჭიროებებს, რაც დგას დღეს ამ პროფესიაში და რამდენად არის ეს რეალურად გამოწვევა? ჩემი 27 წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, გადაჭარბებული არ იქნება სიტყვა ათასობით კადრმა გაიარა ჩემს ხელში, რომლებიც ისინი უკვე დასაქმებულები ბევრ სხვა ადგილებში არიან დასაქმებულები და წარმატებულ იურიდიულ კარიერას ეწევიან. და ყველა შემთხვევაში, ყველა ახალ, როცა მიწევს მენტორობის გაწევა და ახალი სტაჟიორის ან მომავალ თაობას ხვდები, მათ სულ აქვთ ამის, ესე ვთქვათ, სურვილი, რომ არსებობდეს ესეთი ცენტრი, სადაც ისინი შეძლებდნენ არა მხოლოდ თეორიის, არამედ მხოლოდ პრაქტიკისთვის საჭირო უნარჩვევების შესწავლას. ამიტომ თეორია უნივერსიტეტებს მივანდოთ და უშუალოდ სასწავლო ცენტრებს, ხოლო პრაქტიკული ვფიქრობ, რომ იურიდიულმა კომპანიებმა უნდა მითვისთონ ეს ტვირთი. ამიტომ ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიქნებით ამ კუთხით და ვეცდებით, რომ ამ გამოწვევას, ესე ვთქვათ, უპასუხოთ და ავაკმაყოფილოთ ამ ადამიანთა სურვილები და წარმოდგენები დავამტკიცოთ ერთმანეთს. ბატონო, ელექტრონულ პორტალზეც მინდა ვისაუბროთ, ეს რა სიახლეა კომპანიისთვის, რა პროცესებს გაამარტივებს და ზოგადად რა არის ის ფუნქციონალები, რაც ამ პორტალშია ჩაშენებული? როგორც უკვე გითხარით, მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს კომპანიაში არის ძალიან მაღალი. ასობით კლიენტთან გვიწევს მომსახურება, ასობით კლიენტთან დაკავშირებულია მათი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ უამრავი ადამიანი. შეუძლებელი იყო მათთვის გაგვეწია, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კომუნიკაცია ქონოდა მათთან, თუ არ გვექნებოდა რაიმე ელექტრონული საშუალება, რითიც სწრაფად და მარტივად მივაწვდით ყველა ინფორმაციას. ეს პორტალი დაიწერა არა რომელიმე რაიმე მაგარითზე, არამედ ჩვენს ყოფაცხოვრებაზე დაყრდნობით და ჩემი გუნდის თითოეული წევრის, თითოეული გუნდის დაუშვათ მხოლოდ ადვოკატის მოთხოვნები რა იყო, რა უნდა რა ჰქონოდა თავის ლეპტოპში, რა უნდა მენეჯერს, რა უნდა მე როგორც ხელმძღვანელს, რა უნდა კლიენტს. ამიტომ აი ამ ლოგიკით ჩვენ დავამყარეთ ჭკვიანი და გამოცდილი პროგრამისგან ურთიერთობა, რომელმაც ეს პროდუქტი შეგვიქმნა ჩვენივე დახმარებით და ჩართულობით და გამოგვივიდა, ესე ვთქვათ, იდეალური სივრცე, რომელმაც შეცვალა აბსოლუტურად. ანუ ფაქტიურად ფურცელზე უარი თქვით, ჩვენ ქაღალდს აღარ ვიყენებთ ოფისში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა დედანი დოკუმენტები მოვაქვთ და ასე შემდეგ, მხოლოდ ისიც სკანირებას გადის და უკან ვატანთ ჩვენს კლიენტებს. ამაში, ესე იგი, ჩვენს პლატფორმაში ჩაშენებულია ჩვენი ყველა მომხმარებლის მონაცემები, რაც გვიადვილებს მათთან კომუნიკაციას, მათთან დაკავშირებული პირების, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების, თუ ვერ ვახდენთ მათ სწრაფ ინფორმირებას, ეს საშუალებას გვაძლევს. ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორც არის WhatsApp-ი და უშუალოდ email-ი და ასე შემდეგ, ეს ყველა პლატფორმა, რასაც იყენებს დღეს მომხმარებელი, ხშირად ჩაშენებული გვაქვს და ამ ფორმით ვახდით SMS შეტყობინებები თუ რაიმე დოკუმენტების გაგზავნას სწრაფად ერთ სივრცეში და რაც მთავარია, ამისაც არ არის საჭირო ვიყოთ ყველანი ოფისში.
არამედ ნებისმიერი სივრციდან ჩვენს ყველა თანამშრომლს აქვს შესაძლებლობა რომ აი ამ მთელი ინფორმაციული ბაზით ისარგებლოს და ყველაზე მთავარი რომ ხშირად ქონდა ხოლმე სასამართლო პროცესზე გვჭირდებოდა როცა ჩვენი ადვოკატები იცავდნენ ამა თუ იმ პირს ანალოგიის რაღაც პრაქტიკის ნახვა პროცესზე გაჩნდა ამის საჭიროება ჩვენს ადვოკატებს უკვე საშუალება აქვთ იქვე სასამართლო დარბაზში შუა პროცესის მიმდინარეობისას დასერჩონ უკვე ჩვენს ბაზაში არსებული სხვა პრაქტიკები რომელიც ანალოგიური საქმეს შეიძლება ეხებოდეს და სასამართლოს ეს როგორც კიცებულების სახით გაუზიაროს და მოსაზრება გააკეთოს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კომფორტული გამოვიდა მოლოდინები სიმართლე გითხრათ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა იმდენად პრაქტიკული და კარგი გამოვიდა და დღეს ვერც რო დავიკრიბები ჩვენი თანამშრომლები ვერც ვფიქრობთ ამის გარეშე როგორ ვარსებობდით რამდენიმე წლის წინ დიახ ამიტომ მე ვამაყობ ამით და კიდევ ერთხელ მინდა ჩემ გუნდს ჩემს თანამშრომლებს ამისათვის მადლობა გადაუხადო ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ერთგული გუნდის წევრები არიან. კი ბატონო. მადლობა ბატონო ოთარ გადაცემაში სტუმრობისთვის წარმატებები OKNCG-ს და მოკლედ ველოდებით სიახლეებს თქვენგან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ BMG-ს ასეთი მხარდაჭერისათვის. მადლობა კიდევ ერთხელ ოთარ კაჭკაჭაშვილი OKNCG-ს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.